ერთი წამით ახლა იქ მივხვდი საბოლოო ჯამში, იქ მივხვდი, რომ ფოტოგრაფის თვალით ვუყურებ იმ სამყაროს, სადაც ცხოვრობ. რაც კიდე ის დაუძახე შენ თავს, მაგაში მაინც თავისუფლები ვარ ჯერ. და ხოთა შორის ჩემი ოცნება არის ხოლმე მართლა სადაც მე ისეთ ადგილას წავიდე, სადაც ინტერნეტი არ არის. იცი გარმინდა ჩემს მერე რა სიტყვიან? ხო, ეგ აღარ გაინტერესებს. ეხლა გაინტერესებს. ახლა ფოტოგრაფიას გადაურჩენილა ძალიან ბევრჯერ. აი ესე რომ ძალიან ქვემოთ ვიყავი ჩასული. სამყარო ჩვენს ირგვლივ ძალიან მრავალფეროვანია და რატომ უნდა შევიზღუდოთ თავისად რაღაცები, რაც კეთები და რაც გინდა აკეთე, ხო? ესეთი სტრესი ჩემ ცხოვრებაში არ მქონია. არანაირი სურვილი არ მაქვს უფროსობის და კიდე რაღაცა ბრძანებები გავცე. ძალიან კლავს. მობილური ფოტოგრაფია არის ფოტოგრაფია და აკეთეთ. გამარჯობათ და ვიწყებთ. დღეს ჩვენი სტუმარი არის გადასარევი ფანტასტიკურად ძალიან საინტერესო ადამიანი დავით ქორიძე, რომელიც გვესაუბრება არა მხოლოდ ტელეფონის ფოტოგრაფიაზე და მის მნიშვნელობაზე, არამედ ძალიან ბევრ საინტერესო რჩევას მოგცეთ, გაგვიზიარებს და მგონია რომ ფოტოგრაფების რო მგონია რომ ფოტოტელეფონი ისეთი არ არის როგორიც უნდა იყოს, ეგრე რო არ არის. კი ძალიან ჩავხლართე, მაგრამ გამგები გაიგებს. დავიწყოთ. ჰაი. გამარჯობა, მადლობა რომ მოხვდით და მოდი დავიწყოთ. ესე იგი მე პირადად დიდი ხანია გიცნობ, მაგრამ ჩემი აღმოჩენა იყო ის ფოტო, რომლითაც შენ გადაიღე და გაიმარჯვე კოლგის ფესტივალზე და ეს იყო ტელეფონით გადაღებული ფოტო, ეს ადამიანის ხელი რო არის და კვამლი და იცი რა არის, ახლა რაღაც 1000 კვამლი მაქვს ნახე და მილიონი. რაღაცნაირად არ ვიცი. იმ მომენტში ეს რაღაცა ესე გავიაზრე, რომ ეს არის ჩვენი რეალობა, რომ ეს არის ერთ-ერთი ესე ვთქვი гаджеტი, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ინსტრუმენტი. ეს არის ამბის თხრობის ისეთი ტექნიკა, ისეთი ამბავი, რომელიც არის ხელმისაწვდომი. ყველასთვის. და ეგ არის მნიშვნელოვანი. კი, და ეს კიდე ჩემ ბავშვობაში ესეთი ის იყო, რომ რამდენი ფოტოაპარატიც არის, იმდენი ფოტოგრაფიაო და დღეს რამდენი ტელეფონიც არის, იმდენი ფოტოგრაფიაო. მოყევები როგორ დაიწყო შენი და ტელეფონის ფოტოგრაფიის? როგორ მივედი? ხო. ჯერ საერთოდ ფოტოგრაფიის როგორ მივედი? მოდი დავიწყოთ მაგალითად. დავიწყოთ. იმიტომ რომ ძალიან უცნაურად მოხდა საერთოდ ჩემი და ფოტოგრაფიის. მე ვარ 37 წელს, 37 წელს ვარ დაბადებული და წარმოვიდგინე ჩემ ბავშვობამ რა პერიოდში გაიარა, ხო? აი ეს 6, 7, 8, 9, 10 წლისაც 90-იანების შუა მიწურული, სადაც თან მე ხარ ბევრისგან, მაგრამ აი ეს ხელოვნების ოჯახში არ გავზრდივარ. ჩემთან არ ლაპარაკობდნენ მუსიკაზე, ფოტოგრაფიაზე, არ მქონდა მაგის დრო ალბათ იმ პერიოდში. ჩვეულებრივ თბილისურ სტანდარტულ რაღაც პატარა სახლში, პატარა ოჯახში გავიზარდე, სადაც იმ პერიოდისთვის მით უმეტეს ყველა გადაჩენაზე ფიქრობდა. მეც სიმართლე ვკითხე ფოტოგრაფიაზე ნაკლებად, საერთოდ ხელოვნებაზე არ მიფიქრია. შინაგანად რაღაცები, ესეთი თვალიერება მიყვარდა წიგნების ბავშვობიდან, პატარა წიგნები, სადაც ფოტოები იყო, შავ-თეთრი ფოტოები იყო, მახსოვს ეგეთი წიგნი მქონდა ძალიან დიდი, ალბომივით იყო. გრუზია რქვა საქართველოს, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იყო გამოსული და იყო მაშინდელი ფოტოგრაფების ნამუშევრები და გადაღებული აი ფესტივალებზე, გადაღებული სპორტულ ფესტივალებზე და აი ეს წიგნები გამოდიოდა ყოველ წელს და მე ვიყავი ერთ-ერთი მაგ პერიოდში არა, მაგრამ დინოზავრიც, მაგრამ ბოლო კუდის მოქნევაზე მე დაემთხვა, რომ იმ სამსახურში მუშაობდი, რომლებიც აკეთებდნენ მაგ ფოტოებს და იყო ყოველ წელს გამოდიოდა და თუმცა ძალიან იშვიათი წიგნია და ხო, ძალიან იშვიათი წიგნი, ახლა დიდი ხანი აღარ მინახავს, მაგრამ სახლში იქნება კიდე, მაგრამ ისეთი არის რა და ძალიან ბევრი ნამუშევრები იყო ფოტოები და მახსოვს რომ აი ყოველ დღე შემეძრო მხოლოდ ეგ მეკეთებინა, რომ მე თვითონ ერთი და იგივე თანხში მგონია ბევრი წიგნი მქონდა, ერთი წიგნი მქონდა და მაგას ვათვალიერებდი და მერე ისე მოხდა, რომ თან მე არ მაქვს მიღებული ეს ფოტოგრაფიული სკოლა არ მაქვს დამთავრებული ფოტოგრაფიის კურსები არ მაქვს გავლილი. უმეტესობა ახლა საქართველოში მაინც აი 60-70% თვითნასწავლი ფოტოგრაფი არის და ვართ და შემდეგ უკვე თუ გაგიმართლა რომ რომელიმე საინტერესო ვორქშოპზე მოხვდი რაღაც ამ კარიერის მანძილზე და იქიდან რაღაცები აიღე ახალი, ეგ კარგია, თორე
არსად არ მისწავლია მოკლედ რა ჩემით ვისწავლე მაგის თქმა მინდა და ფოტოგრაფიასთან ეს ძალიან უცნაურად მივედი იმიტომ რომ სადაც 14 წლის ვიყავი რომ ამას ხშირად ყვები ხოლმე მაგრამ ეს მეგობრის მამამ ჩამოუტანა მეგობარს გერმანიიდან პირველი ციფრული კამერა ხო და ეს ჩემი მეგობარი საბედნიეროდ აღმოჩნდა ჩემზე უინტერესო საერთოდ ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის მიმართ და მე შემრჩა რა ცოტა ხანი პერიოდულობით ვართმედი ხოლმე პირველი შოკი მახსოვს ეს პატარა ვარ 13-14 წლის და გადავიღე ყვავილი გადავიღე მახსოვს და მაშინვე რომ ნახე რომ გამოჩნდა თან აი მაკრო მიკრო ფოტო ხო იცის როგორც ძალიან ახლოდან წვეთი დავაგდე და რაღაც იჩალის გავგიჟ შოქში ვიყავი როგორ შეიძლება რომ ის რასაც მე ვხედავ აქვე გამოჩნდეს და აღარ დაგჭირდეს ეგ სირთულეთ მეჩვენებოდა საერთოდ ფირზე ფოტოგრაფი რო წახვიდე გამჟღავნო დატოვო სადმე სტუდიაში რაც ვერც ვფიქრობდი მაგას როგორ შეიძლება ამიტომ ეს უბრალოდ მარტივი გზა აღმოჩნდა დიჯიტალით დაიწყე პირდაპირ ანუ ციფრულის ბიჭის ახარ თაობა კი ის რო ზენიტი მქონდა პირველი ფოტოაპარატი. ციფრულით დავიწყე, მაგრამ მე გადავედი ფირზე. იმიტომ რომ ფირიც ძალიან შემიყვარდა რაღაც პერიოდი, მაგრამ მე ისევ დაუბრუნდი უკვე ციფრულს და ტელეფონს რა. და აი სადღაც აი ესე ვეძახდი უკვე ჩემთავს რომ ფოტოგრაფი ვარ და რაღაც არა, მაგრამ ბოლომდე არ მაქვს. წამყვანიც ხო იყავი შენ? კი, მე უკვე დავიწყე რადიოში მუშაობა, ოღონდ მაშინ მუშაობდი მუსიკალურ რადიოში. პერიოდად ჩავაბალი სასულიერო სემინარიაში. რა სამფე გარ ვიცოდი, რა მაგარია. კი, ესე ანუ სკოლა როგორც კი დავამთავრე, 16 წლის ვიყავი, პატარა ვიყავი და ბუნებით ეგეთი ვარ, ხასიათი ეგეთი მაქვს, რომ საერთოდ ვცდილობ რომ სიმშვიდეში ვიყო, ნაკლები კონკურენცია არ მეშინობოთ, არ მიყვარს, მე ეს არაჯანსაღი და რაღაც კონკურენცია და ერთმანეთ, ამიტომ ბავშვობიდან ვეძებდი სულ ისეთ გზას და ხერხებს, რომ სამსახურიც ისეთი მქონდა, სადაც მშვიდად ჩემს საქმეს გავაკეთებდი. და მეც კარგად ვიქნებოდი ჩემთანაც მართალი ვიქნებოდი და სხვაებთანაც და დავფიქრდი რა არის ეს საქმე, მოდელი გავხდები. აუ რა მაგარია, კაი რას მეუბნები და დღეს ერთ-ერთი საუკეთესო დიჯეი ხარ და სადაც ყმაურია და ბევრი ხალხი. კი, ყველაფერი. ხო, მაგრამ ასაკის თემაც არის ახლა და მე ინტერესები გაინტერესებს ჩავაბარა 16 წელს ვიყავი და სადღაც მეორე წელს მივხვდი რომ არ ვარ იქ სადაც უნდა ვიყო საერთოდ და ხო. ის რაც მჭირდება სხვა გზებითა და სხვა ხერხებით უფრო დამეხმარება რომ ჩემ თავის რეალიზება მოვახდინო და თუმცა იმ პერიოდში ძალიან კარგი ადამიანები გავიცანი იქაც და ძალიან დამეხმარნენ ბევრ რამეში და დღემდე მეგობრობ ლექტორებთანაც მათ შორის და ძალიან კაი ურთიერთობა შევინარჩუნე, მაგრამ საბოლოო ჯამში არ იყო ახლა ის ჩემი რა თქმა უნდა და ამიტომ გადაწყვეტე რომ წამოსვლყავი. აი მაგ პერიოდში უკვე აქტიურად დავიწყე გადაღება და 2015 წელს წავედი პირველად ინდოეთში, საერთოდ პირველად. კიდე ეგ არის, რომ აი ამ პირველ ფოტოაპარატთან და იმასთან ერთად პირველ კომპიუტერიც შევიძინე და უკვე ინტერნეტთან რომ დამეწოს შევედი და რომ ნახე ფოტოგრაფებს რო ვეცედი, სტივ მაქარი აღმოაჩინა და გავგიჟდი. ეს ფერზე ინდოეთის სერია და საერთოდ აი მაგის აზიის სერია ძალიან განსაკუთრებულია ჩემთვის, დღემდე ძალიან მიყვარს და ერთი წამით აქ გაქო? ეგ არის სტივის? კი, ანუ. აი ხო, ეს კიდე მე მგონი ავღანეთია? არ არის ინდოეთი. ეს ინდოეთი. ოღონდ ეს ეს არის ოღონდ ეს არა ხო, ესპანური გამოცემა, მაგრამ ინგლისური აღარ იშოვებოდა. აი წარმოუდგენელი არ არის ხა აი ამ სერიას. არა, ნუ შოკია. ხო და ვუყურებდი ახლა ამ ფოტოებს, ვათვალიერებდი და მართლა მახსოვს რომ აი შოკი მქონდა, როგორ შეიძლება რომ ადამიანმა გადაიღოს ასე, იმუშაოს, ეს ფერი მიიღოს, თუმცა ეს გამოსახულება ადამიანი ესე აღბეჭდოს კაცი და ძალიან შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი. და მოხდა ისე რომ რომელიღაც ავიაკომპანიის ჰქონდა ერთის ფასად ორი ბილეთი, ანუ ერთს იყიდი და ორი ადამიანი მიდიოდით და ჩემ მეგობარმა დამირეკა ნატა აბაშიძე რომანოვსკაია. რომელიც ასევე ფოტოგრაფია, მოდი ხوار წავიდეთ ინდოეთში, ესე ძალიან იაფად არის და წავიდით 2015 წელს. და იქიდან ხო და იქ მივხვდი საბოლოო ჯამში, იქ მივხვდი რომ ფოტოგრაფის თვალით ვუყურებ იმ სამყაროს, სადაც ცხოვრობ. და აი ამ თვალით მინდა რომ ვუყურებდე და ესე მინდა რომ ცხოვრობდე. იქ რაღაცნაირად შეიძლება აი იქ მოხდა ჩემი ტრანსფორმაცია. ბოლომდე რა, ხო.
იმიტომ იმდენად შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, რომ მე დიდი ხნის შემდეგ რომ დავბრუნდი კიდე აი რუსთაველზე და რა თბილისის ქუჩებში რომ დავდიოდი, რაღაც სუნს რომ დავფიქსირებდი, ისევ იქ მატრიგერებდა. იქ გადავდიოდი. კი, ინდოეთში. მე ეხლა ძალიან უცბად რაღაც მოხდა, რომ 2 წლის წინ თუ რაღაც ყველა ფოტო წამიშალა. კომპიუტერიდან კი და ტელეფონში მაქვს 4 ფოტო, ვებსაიტზე მაქვს ატვირთული სერია და რაღაც აი მახსენდება ხოლმე. ხო, მაგრამ ეგეც როგორც ნიშანი ეგრე მივიღე, რომ შემეძლო რაღაც ამეღო ვიღაცასთან აღმედგინა რაღაცა ძალიან წვალების, მაგრამ მივხვდი რომ ოკეი, რაღაცა ის პერიოდი გავლილია და ახლიდან აუ ხო და მოდი ახლა რაღაცა ეთქმა ნიშანი რომ ახლიდან წავიდე. მოკლედ ინდოეთში მივხვდი, რომ საბოლოოდ აი ფოტოგრაფი, იმიტომ რომ სულ ფიქრობდი მაგაზე, რომ აი რა დროს რა პერიოდში, რა მომენტში არქმევ შენ შეთავს ფოტოგრაფს. იმაშინ როცა სხვები გეძახიან შენ უკვე რომ აღიქვამე როცა ფოტოგრაფად, თუ შენში ხვდები რაღაცას, გრძნობ, რაც ეს გარდამტეხი მომენტი არის რა, იმიტომ რა ვიცი ხა, ერთი კამერა გიჭიროს ხელში ხო არ იყო ფოტოგრაფი. ნუ შეიძლება თქვა რა, ანუ არავინ არ დაგიშლის, რაც კიდე ის დაუძახე შენ თავს. მაგაში მაინც თავისუფლები ვარ ჯერ. მაგრამ მაინც ეს გარდამტეხი მომენტი, რომ მაგ როდის ხდება და რა მომენტში ხდება. ჩემ შემთხვევაში მანდ მოხდა მაინც რა, იმიტომ რომ ისეთ სერია ჩამოვიდა, რომელიც მე თვითონ სიამოვნე და აწყობილი მქონდა, დაალაგებული, დრამატურგიულად კარგად ვითარდებოდა და მეც ინდოეთზე ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა და საერთოდ მოგზაურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მარტო რჩები და მთელი. მოდით როგორ გავარკვი რა მაინტერესებს. აი ეს როგორ გადახვედი, ესე რომ ვთქვათ, როდის გააკეთე ფოკუსი ტელეფონზე. აი კამერას და ტელეფონს ხო მაინც სხვადასხვა გამოსახულება აქვს. იმიტომ რომ ხა მაგალითად იცი შეჩვევა, აი ხშირად ლინზებმა იცი შეჩვევა, აი ერთი და იგივე ლინზით გადაღების, მე ძალიან რთულია იქიდან რაღაცნაირად 35-იანი მიყვარს დღემდე. ხო, არა, ეს იცი როგორ მე უკვე პრაქტიკის თემა არის რამდენზე რაღაცა, მაგრამ რაღაც არის კომფორტული ლინზა, არის კომფორტული კამერა, ბევრი რაღაცა არის, მაგრამ თანამედროვე გამოსახულება, აი რასაც მაინც ადამიანები რაღაცა უკვე ტელეფონთან გახდნენ ძალიან იდენტიფიცირება გახდა მათი ხედვა, იმიტომ რომ უმეტესობა ადამიანი რო იღებს ტელეფონით, რაღაცნაირად ელოდება, რომ აი რაღაც პროფესიონალური კამერებით ვინც იღებთ, რომ აი რაღაცა მაჩვენებს ხოლმე ტელეფონით გადაღებას, რომ აი ესეთი ფოტო მინდა და მე ხო ვიცი რატო არის ეს ესეთი არის, რომ უკვე ადამიანები შეეჩვევა, მე საერთოდ დავალებას ვაძლევ ხოლმე ჩემს სტუდენტებს, რომ გადაიღო ხოლმე ჰორიზონტალურად და აღარ გადაიღონ ვერტიკალურად და უკვირთ ხოლმე ამას რატო ეკითხები და იმიტომ და მე ხო ვიცი რატო ეკითხები, რომ რაღაცა რომ უმეტესობა ეხლა უკვე იყო სულ ვერტიკალურად, არის ყველაფერი გამოსახულება არის სულ ვერტიკალური და რაღაცნაირად აი ეს რომ კამერა ასეთ შეგიძლია გადაიღო ასეთ და როგორც გინდა, რაღაც ამას ვამუშავებ ხოლმე, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად თხრობას ძალიან ამარტივებს. ცოდნა უნდა რაღაც რა შემთხვევაში რა თქმა. ხო და აი ეხლა იცი რა მაინტერესებს, აი ტელეფონის ფოტოგრაფიამ როგორი თხრობა შემოიტანა ჩვენს ფოტოგრაფიაში. აი რა შემოიტანა, რა სიახლე მოგცა, რა აღმოგაჩენინა და მე როგორც მივხვდი, შენ ყველაფერი სადაც მიდიხარ, რაცაც მიაღწიე გზაზე, სულ აღმოჩენებით, რაღაც სიახლეებით, ახლის დანახვა გაძლევ და სულ რაღაც ახალ იმპულსს, რაღაც ახალ ამბავს, რომ რაღაც ახალი დაგეწყო. და აი ტელეფონი რა დროს შემოვიდა და რა დროს მივხვდი, რომ ამისგან გამოდიოდა ძალიან მაგარი კონტენტი და ფაქტიურად ერთ-ერთი პირველი ხარ საქართველოში, რომელიც ამ ტელეფონით მარტო ტელეფონით. ხო, აი ეგ შეჩვევის თემაც არის, ხო? ინსტაგრამიც ეგრე მქონდა მოწყობილი, რომ შემოხვდა ჩემს ინსტაგრამზე ეწერა, რომ only iPhone photos, აი რაღაც წლების განმავლობაში მხოლოდ iPhone-ით გადაღებული ფოტოები მქონდა, იმიტომ რომ ინსტაგრამი როგორც კი შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში 2011-12 სადღაც აიქიდანვე უკვე დაიწყო ეს, რომ იმიტომ რომ ეხლა ინსტაგრამი როგორიც არის, მაშინ არ იყო ეგეთი. ეხლა სოციმედიად იქცა თავიდან ბოლომდე, ხო, რაღაცა თავის ყველაფრით სტორი. მაშინ არც სტორები არ იყო, მაშინ მხოლოდ ფოტო შეგელო რომ დაგეტო და ჰეშტეგებით, ზო მეტი არაფერი. მე მგონი ვერც ვერავის ვერ თაგავდი თავიდან არ შეგეძლო ეგ ფუნქცია, ხო, და რაღაც თავისი 4-5 ფილტრი ქონდა და ეგ სოციალური ქსელი ეგეთი მომწოდა, რომელიც მხოლოდ ფოტოგრაფიაზე იყო კონცენტრირებული. შეიძლება შევთქვას, რომ მაგან განაპირობა. მეორე, ეხლა ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ეგ იყო, რომ ძალიან კომფორტი ვიგრძენი, რაც კომფორტის ზონაში მოვეკეცი, სიმარტივე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და
აი უფრო მეტად ეგორი რაღაცა და ეგრო სწრაფად შემეძლო იმ მომენტის და ამბის გაზიარება, რაც ჩემს გარშემო ხდებოდა რა, რომ უცბად აღარ მიწერდა კამერით ჩიპის ამოღება კომპიუტერში, მე ამორჩევა, ამითი აიგრებდი, კატკოტკოტკოტ ნახავდი, უცბად მომწევ, გულს გავუკეთებდი და თუ მომწევდა ვდებდი. მე იმ ფოტოგრაფების რიცხვი ეკუთვნებთ რა როგორც რომელებიც არ მიყვარს დაკონსერვება ჩემი ნამუშევრების დიდი ხანის შენახვა. მე პირიქით მიყვარს გაზიარება, რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება ჩქარა, რაც შეიძლება ბევრი მიყვარს რომ ნახულობენ ადამიანები. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ვისთვის ვინახავ მაგასაც და არ მინდა რომ მე ვივიენ მაირის ბედი დავევარდოს და ჩემი სიტილის შემდეგ ბევრი ფოტოები აღმოაჩნდა რომ ვარა მაგარი იყო, ეგ არ მინდა ჩემს მე რა სიტყვიან ხო ეგ აღარ გაინტერესებს ეხლა გაინტერესებს ახლა მინდა და იმიტომ რომ თან მეც მიყვარს სხვისი ნამუშევრების აი ამ დროს გადაღებული რაღაცების თვალიერება და ყურება და ჩემი თავიდან გამომდინარე ხოლმე ვფიქრობ რომ ეგეც იმიტომ რომ ძალიან საინტერესო პროცესია ჯერთ რომ სულ მუშაობის პროცესში ხარ სულ რაღაცა იმაში ხარ სულ გინდა რომ რაღაცები გადაიღოს სულ გინდა რომ რაღაცები არ დუნდები იცი რა მე მგონია რომ ეგ არის ძალიან ბედნიერება გეტყვი რა ეგ კი არა რომ არ დუნდები ძალიან ბედნიერება არის ის რომ შენ გიყვარს შენი პროფესია და ის რომ ეხლა ის მომენტი რომ შენ სულ პულსზე გაქვს ხელი და იცი რომ რამდენად ხშირად იცვლება გარემოება და ყოველწუთა შეიძლება რაღაც მოხდეს და ნაგრძნობი გაქვს შენ კანზე ეს და ამიტომ ჩვენთვის ეს ყველა წამი რომელიც ეხლა გადაიღე გინდა რომ ეხლა აჩვენო რა და იმიტომ რომ ხვალ რა იქნება არავინ არ ვიცით და შეიძლება საერთოდ სხვა რაღაც გინდოდეს და მაგრამ ეგ არის რა როდესაც ადამიანი საინტერესო ხდება იქიდან გამომდინარე რომ რამდენად ბევრი საინტერესო გარემოში უწეს ყოფნა და ამის გაზიარება მე მგონი ძალიან კარგია და ვფიქრობ რომ უბრალოდ თაობის თემაც არის რა თქმა უნდა და სოციალური მედიის ქსელების მთელი ამბავიც დღეს ეგ არის. და ძალიან რაღაცები მოიტანა კი. მოდი მაგაზე ვილაპარაკოთ და მაგის გარდა კიდე ცირა რაღაცა ამ სოციალურ მედიამ დააჩქარა მგონი და ჩვენი ძალიან რას ამბობ. ვერა მოგვისუნთქია ხო და სხვათა შორის ჩემი ოცნება არის ხოლმე მართლა სადაც მე ისეთ ადგილას წავიდე სადაც ინტერნეტი არ არის. ხო იცი რა ჩემი ოცნებაც ეგ იყო და წავედი და ვერ გავწერი. არა ხო რა აი ორ დღეში დამეწყო ისეთი შფოთვა და ისეთი არაკომფორტულად ვიღაცა მეუბნება რომ 4 დღე უნდა გაძლო 5 დღე არ მინდა რომ გაძლებაზე ვიყო მინდა რომ ბედნიერი ვიყო სადაც ვარ და ამიტომ არ შემიძლია ანუ მე ძალიან დამოკიდებული ვარ აი არ ვიცი სამსახურიდან გამომდინარე მე სამსახურის გარეთაც ახლა ხო ვარ კაცო ადამიანი სამსახურის გარეთაც რა ჩემი ანუ სამსახურს სადაც მუშაობ იქ კიდე სხვა ფოტოგრაფია არის იქ კიდე სხვანაირი ეთიკური წესები არის ჟურნალისტიკაც კიდე სხვანაირი ფორმები აქვს და სხვანაირი რაღაცას გაძლევს და ხა მე გარეთ ჩემსაც რას ვაკეთებ ის კიდე ანუ ორს ერთად რო ვაკეთებ სულ რაღაცნაირად დამოკე სულ ამბების ძიებაში ვარ სულ რაღაცის გაზიარებაში ვარ ამიტომ თითქმის უხელში მიჭირავს ტელეფონი და ცოტა დამღლელი არის ხოლმე ამიტომ რაღაც სოციალური ქსელებია მაგალითად TikTok-ი და რაღაცები არ მაქვს ჩამოწერილი იმიტომ რომ ერთი პერიოდი მქონდა და მივხვდი რომ აი ჰარი პოტერში ხო გახსოვს რაღაც სულები რომ მოდიან სულ შეწოვენ აი ესე გამომწოვა სული ამდენიმე თვის განმავლობაში აი თვალები გამინაცრისფერ და ამ TikTok-ის და იმების ყურები და ამიტომ საერთოდ წავშალე ანუ არ მაქვს ეხა და ან ვიღაცები რომ მიგზავნიან ლინკებს ვერ შევდივარ ვერ ნახულობ და ანუ ეგ სოციალურ ქსელებს და მედიას ეგ მიჯაჭულობას გიჩენს იმიტომ რომ რაღაც მომენტში ჯერ ერთი რომ ეხა კონკრეტულად Instagram-ზე რომ ვილაპარაკოთ რატო არის ფოტოგრაფებისთვის მნიშვნელოვანი ეს ქსელი და რატო არის კონკრეტულად აი თუნდაც მობილური ფოტოგრაფიის ჩათვალე რომ ეხლა ჩემთვის მაგალითად თავიდან მასე იყო რომ რაღაცა წერა მიჭირს არა ვარ ეხლა კაი წერა კი არა და საერთოდ არა ვარ წერალი ანუ არ შემიძლია მაშინ უნდა ეხლა ბოლო პერიოდი რამდენიმე წელია უკვე მივხვდი რომ ჩემს საქმეს ჭირდებოდა ფოტოგრაფია მარტო კარგი ფოტოების გადაღება არ ჭირდება კიდე სხვა სკილებიც უნდა შემუშაო რომ საბოლოო ჯამში ერთი კაი სერია გამოგივიდეს მაგალითად წერაც უნდა იცოდე მათ შორის ხო და ეს წერა რაღაცა შენი ენა უნდა იყოს რა როგორც ფოტოგრაფია შენი რაღაცა ისეთი არის რომელსაც აჩვენებს რომ ეს ლელის გადაღებულია ეს ჩემი გადაღებული წერითაც უნდა გძნობდეს ადამიანი დამთვალიერებელი რომ შენი ნაწერი ამიტომ მეცადინეობა ჭირდება მაგასაც და ეხლა დავიწყე ამდენი წელია მეცადინეობ რა ვითომ ტყუილ სერიებზე ტექსტებს ვაკეთებ და რაღაცებს და მე ვარედაქტირებ ხოლმე ანუ მაგარი მიშველა და ეს Instagram-ი ვაქცია რაღაც პერიოდში რაღაც ჩემი დღიურებივით იყო რა აი ყოველ დღე ვდებდი ფოტოს
იმიტომ რომ დღიურ ახლა მაგას ვამბობ, თავიდან რომ მიჭირდა წერა და რაღაცა ჩემი დღიურები თუ აქციე. მე მივხვდი რომ კი, ხო, რაღაცა ესე. მე მივხვდი რომ დღიურების ქცევა ერთია, მაგრამ მოდი ახლა გამოფენა ძალიან დიდი ფუფუნება არის. და სიმართლე გითხრა რომ საქართველოში საერთოდ გამოფენის ასრსაც ვეღარ ვხედავ უკვე, იმიტომ რომ გაცილებით დიდი აუდიტორია მყავს და ყავს ნებისმიერ ჩვენგანს Instagram-ზე და მოდი რა ამ ჩემ გვერდს ვაქცევ როგორც პატარა გალერიასავით და რომ შემოვა ნახოს. აქვე დააღათვარიოს, ეგ ფუფუნებაც მიეცი ადამიანებს, ეგ ბედნიერება, ეგ სიხარული შეიძლება რაღაცას უბრალოდ რა ვიცი, სისხული არ აქვს და ვერ მოდის გალერეაში. ან უბრალოდ არც არის, ან უბრალოდ დაღლილია და იძილის წინ უნდა რომ დაათვალო შენი ფოტოები და რატო არა? ეგრე მივდექი რაღაც პერიოდი, რომ ასე ჩემი გვერდი, ამიტომაც ჩემი პირადი ფოტოები მთლიანად ამოვიღე. და მხოლოდ ჩემი გადაღებულები დავდე. მეც ესე ვარ, ჩემ პირადი არაფერი არ და ჩემს. ხო, რა, იმიტომ რომ მივხვდი რომ ესე უფრო კარგი იყო ჩემთვისაც და ხო. და ეხლა აი რო შემოდიხარ ნახულობ რაღაცა მაშინ ხარ ფოტოგრაფის გვერდზე. შეიძლება რომ აი ჩემთვის მაგალითად აქო გავაკეთებ ჩანაწერს რომ პირადი მაინც ჩვენი გადაღებული ფოტოებია, ჩვენი დამოკიდებულება იმ სამყაროს მიმართ ჩვენ რასაც ვხედავთ. ეხლა იქ შვილის ფოტოს დავდებ, ქრის, მეგობრის. მეგონი დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის რა, რომ ვინ შემოდის ჩემს გვერდზე, იმას აინტერესებდეს მე რას ვხედავ, მე სად ვარ. და შესაბამისად მე მგონია რომ ჩვენი გადაღებული ფოტოები ამაზე ყველაზე მეტად მეტყოლებს და თან იცი რა არის რაღაცნაირად ეს შენ თავსაც გვერდიდან უყურებ, როცა ათვალიერებ შენივე Instagram-ს და მე მართლა ესე არის რა დღიურიც არის რა, იმიტომ რომ ეხლა პორტფოლიოც არის, დღიურიც არის, ვებსაიტიც არის, ყველაფერი ეგ არის, ხო. ვებსაიტი მართალი ეხლა ხას გავაკეთე, არ მქონდა. უბრალოდ იმიტომ გავაკეთე რომ უცხოეთში თუ მე აი დაჟინებული თხოვნის შემდეგ გავაკეთე, იმიტომ რომ ძირითადად არც დამჭირდა. და ეხლა ძალიან ბევრი პლატფორმები, აი Behance მაგალითად, სადაც არ გჭირდება დარეგისტრირება, რომ გახსნა ლინკი და ამიტომ იქ მქონდა ხოლმე, მაგრამ ეხლა ნუ ჩემთვისაც ეს არის. ყველა სოციოლოგსაც მეც ვერ ვიყენებ. ძალიან დიდი დრო უნდა, ძალიან ცალკე პროფესია, ცალკე ამბავი, და მოიფიქრო სტრატეგია, უნდა ააწყო და ეხლა აი მართლა არ შემიძლია. საწინააღმდეგო და რაღაცა კი არა, ხო, არც მაგის დრო და რესურსი, მაგრამ ინფლუენსერობას და რაც კონტენტ კრეატორობას და რაღაცა. ეხლა ამ ეტაპზე მაგის დრო და რესურსი და არც სურვილი არ მაქვს, რა იქნება ერთი წლის მერე არ შეიძლება რაღაცა შევცვალო მთლიანად და ის რა. ჩემთვის კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი ეს რაც არის ამ მობილურმა და საერთოდ განვითარებამ ამ მობილური ფოტოგრაფიის ის არის რომ დაახლოვა ადამიანი და ფოტოგრაფია ერთმანეთთან როგორც ხელოვნების და ეხლა გეტყვი რას გულისხმობ და საქართველოში მით უმეტეს აი ჩემ ბავშვობაში და მერეც უკვე რა ეს 2000 როდის ვითარდება საქართველოში უფრო მეტად? როდის უყვარდება ხალხს? 2000 წლიდან გახდა უფრო ხელმისაწვდომი ფოტოგრაფია. ძალიან რთული იყო მანამდე. რაც ციფრული ფოტოგრაფია შემოვიდა, მას მერე უფრო გახდა და ამის გარდა მარტო ციფრული ფოტოგრაფია, მაგრამ უფრო ჟურნალები წამოვიდა ფერადი, უფრო ესეთი კონტენტი გამოვიდა, სადაც პოლაროიდიც გამოვიდა და პლუს დახლებზე რაღაცა ახალი გაზეთები, ჟურნალები და რაღაცა წამოიღო ამან მე ჩაუყარა მაშინ დაიწყო უფრო ესეთი მოდის ფოტოგრაფია, ცოტა ესეთი ცნობილი ადამიანის რაღაცა უფრო რაღაცა წამოიღო ამან ნელ-ნელა და ძალიან შესაბამისად ძალიან ჩვენთან საქართველოში ჩვენთან და ჩვენ ის მანამდე და ამ შესაბამისად კიდე ძალიან ბევრი გოგო ფოტოგრაფი გაჩნდა მაგ პერიოდში და რაღაცნაირად ისე მოხდა რა, ბევრი რაღაცა დროულად მოხდა, მარტო მილენიუმი დაგვემართა ფოტოგრაფიის მიმართულებით ჩვენთან. ხო, იმიტომ რომ მე მახსოვს რომ აი ადამიანსა და ფოტოგრაფიასთან კავშირი შედგებოდა იმით, რომ სტუდიურ სალონში მიდიოდი, პასპორტის ფოტოს გადაიღებდი, მე მოდიოდი ამ პასპორტს აი ან ოჯახურ პორტრეტს გადაიღებდი, მასიურად ოჯახებში და სახლებში ფოტოგრაფია არ იყო ხა. მასიურად არ იყო, მაგრამ ისეთი იყო კი, მაგრამ მასიურად არ იყო. მაგალითად ბებიაჩემი გარდაიცვალა 3 წლის წინ რა და ბოლო წლებში უკვე ისე ტელეფონი მქონდა რომ იღებდა ფოტოებს 82-3 წლის ხალი რა. და რას იღებდა? ნუ აი რაღაცა ხო არა ხო ესეთ რაღაცა აი თავის გარემოს რაღაც შეეძლო რომ გაადაიღო. ეხა 30 წლის წინ 82 წლის ხალი ვერ გადაიღებდა მე მგონია, იმიტომ ვერ ასწავლიდი ფოტოგრაფის ხო. ჩემი დედამთილი ვიდეოებს იღებს ხო. ხო და უფრო მარტივი გახადა რა დედაჩემს რომელიც არასდროს არ გადაუღია პროფესიონალური კამერით, ეხა ტელეფონით იღებს და ანუ უფრო ხელმისაწვდომი, უფრო მარტივი და უფრო სასიამოვნო პროცესიც არის რა. კი.
მართლა დააჭირეთ ითია, მაგრამ თავარი რა არის, რომ რა დროს იღებ ფოტოს. ისევე როგორც ნების გადაიღებ, აზრი არა, მნიშვნელობა არა. თავარი შიგნით რა არის და შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პროფესიონალი ფოტოგრაფები ვინც ვართ, ძალიან ეხლა ხანს დავიწყეთ მაგაზე ფიქრი, მე პირადად ეხლა სხვებზე არ ვიცი, მე რისი გადაღება მინდა. იმიტომ რომ ადრე ამის ფუფუნება ესე არ იყო, იმიტომ რომ მუდმივად რაღაცადღაც მუშაობდი, რაც ვაკეთებდი და თუ არ მოგწონს სამსახური, სადაც მუშაობ, იქ ვერ ქმნი ფოტოს, ძალიან რთულია, კონტენტსაც ვერ ქმნი. ამიტომ რაღაცად ჩართული ვიყავი სულ ამ ამბებში და ის რომ დავუშვათ განთავისუფლებულიყავი და მართლა მეკითხა, კაი, ეს ყველაფერი გავიგეთ, გადასარევია, მაგრამ აი შენ თვითონ რისი გადაღება გინდა, რა გინდა თქვა, აი ამას ფაქტობრივად მე პირადად ბოლო პერიოდში დავიწყე რაღაც, იმიტომ რომ მანამდე ხო გეუბნები სულ სადღაც რაღაცა ვიღაცისთვის ხარ რაღაცა აგენტო, მე იმათ თავიანთი კომპოზიცია აქვს, თავისი სტილი აქვს, იმას ცალკე რაღაცა ჭირდება და ტვინი მქონდა და ეხლა ვარ ძალიან თავისუფლად და ძალიან დიდი ფუფუნება და სიამოვნება არის, ცალკე დიდი პროცესი არის, მე უკვე რაც შენ რაც სიამოვნებს და რაც სიამოვნებს მაგას რო იღებ, თან თავისუფალ დროს. არა რაღაცა სტრესის ქვეშ და იმის ქვეშ. ხო, იმიტომ მე მაგალითად სანამ რადიო თავისუფლებაში დავიწყებდი მუშაობას 2015 წლამდე, მან რაღაც პერიოდი ქორწილებს ვიღებდი, იმიტომ ერთადერთი შემოსავალი სწავლა ფოტოგრაფიით იმ პერიოდში, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, ან მაშინ რომელიმე სააგენტო, ან დიდი გამოცდილება უნდა ქონოდა რომელიმე სააგენტო, რაც ყველაფერი დაკავებული იყო და ვიღებდი ქორწილებს, რომელიც შემოსავლის ძალიან სტაბილური და კაი იყო. მე მახსოვს რომ ბოლო ქორწილი სექტემბერში გადავიღე, სექტემბრის თვეში 8 ქორწილი. ხო, მაშინ 2015 წელს და ნუ მაშინ ფასები იყო სადღაც 1200-1300 ლარი, რაც ნუ არის ძალიან კაი შემოსავალი იყო იმ პერიოდისთვის რა. ხო, და მივხვდი რომ უბრალოდ ის 2 წელი სხვა რაღაცას აღარ ვიღებდი საერთოდ. იმდენად მწოვდა ამ ენერგიას, ისე ვიღლებოდი, ისე ბეზრდებოდა კამერის ხელში აღება, ისე ტრიგერდებოდი კიდე იმ გარემოსთან, სადაც მე ამ კამერით მუშაობდი, რომ საერთოდ აღარ ვიღებდი. ანუ რაღაცა 1 წელიწადნახევრისა და 2 წლის განმავლობაში მარტო ქორწილის ფოტოებია ჩემ იმაში არქივში. მაგრამ მე რო დაანები უცბად გაგეხილა. ხო, მე რო უცბად დავანები და მე დაიწყო უკვე ახალი ეტაპი რა და ეგეც ძალიან იცი რაღაცნაირად მე ვიცი რომ ხარ ფანტასტიკური DJ-ის. და ძალიან მაგარია. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. მე ისეთი ასაკის ვარ რომ ჩვენ დროს მარტო ერთი ბურთი ეკიდა და მუსიკალური ცენტრი. ხო, ანუ არ ვიცოდი რა იყო კლუბი და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ამას წინათ მოვხდი შემთხვევით, რაც გადაღება მქონდა, რა თქმა უნდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი რომ. იმიტომ რომ ნახე ხალხი სპეციალურად ჩაცმული, ამისთვის მომზადებული, რაღაცა რიგები და აი ძალიან excited ვიყავი. ნუ კაი, ეგ ჩემი მაგრამ იმის გამომდინარე რომ იმისათვის რომ რაღაც საქმე აკეთო, დავში შენი საქმე აკეთო და იყოს მრავალფეროვანი, საინტერესო, ჭირდება ხოლმე ადამიანს კიდევ ცალკე რაღაცის კეთება, რომელიც ამას გივსებს. ან პირიქით, ერთმანეთს რაღაცად ავსებენ, იმიტომ რომ სამყარო ჩვენს ირგვლივ ძალიან მრავალფეროვანია და რატომ უნდა შევიზღუდოთ დავუშვათ რაღაცეთი რაც კეთები და რაც გინდა აკეთე, ხო? მე საერთოდ რო ხვდები რომ აი რაღაც ერთ პროფესიას რატომ უნდა ჩამოვეკიდო და თუ ეს კომფორტს განიჭებს, კი ბატონო, ანუ ვისაც როგორ უნდა ისე უნდა გააკეთოს. თუ შენ იმის რესურსი გაქვს, რომ 2-3 საქმე ერთად აკეთო, რა ვიცი, და ამ საქმე ერთის მხრივ სიამოვნებასაც განიჭერს და მეორე შენ ამას პასუხისმგებლობით ეკიდები და შენ რესურსს ანაწილებ იქაც და აქაც. ჩემთვის ახლა მაგალითად ეს მუსიკა, ელექტრონული მუსიკა, ეს დიჯეინგი რაც არის, ეს მიქსინგი, ეს იმიტომ ბავშვობიდან როგორც ფოტოგრაფია, ჩემთვის არ არსებობს დღე, როცა მუსიკას არ მოусმინო. ეგეთი დღე არ მახსენდება. აი, როცა უკვე აზროვნება მაქვს, იმ დღიდან არ არსებობს დღე, ცუდი დღე, კარგი დღე, სადაც მუსიკა არ ჩამირთავს. სულ მუსიკას უსმენ. და სულ შეიძლება 1 საათი უსმენ, შეიძლება 10 წუთი, შეიძლება მთელი დღე ჩართული მქონდეს, მაგრამ ამ მუსიკის ქვეშ სულ ვარ. იმიტომ ბავშვობიდან ძალიან მელომანი ვარ და ძალიან ბევრი და ეგ მაქვს რაღაცა მუსიკალური ისიც მაქვს, რა თქმა უნდა. თან მუშაობდი კიდეც ხო მუსიკალურ რადიოში მუშაობდი და მაგრამ მაგაში დაგეხმარა ის რომ მანამდე ეს ხო და ეგოც მოხდა ძალიან ისე რომ რაღაც მომენტში აი რაღაცა უნდა გიყვარდეს რაღაცა ეს ფოტოგრაფის ხლის. ხო აი სულ ხარ გადაღების მუღამზე. სულ არ მუღამზე გადაღების არ. აი ხო არ ხარ. რაღაც მომენტში ხო გძულს. კი არა და განახო არ გინდა. არა, ნუ აი განახო არ გინდა კამერა. დაისვენო, ხო?
ხო და აი მეც ეგრე ვარ ხოლმე რომ მაგრამ მეორე სხვა პროფესია ვიცი მაგრამ ეგ ხო და მაგას ეგეც ძალიან ბუნებრივად შემოვიდა და მივხვდი რომ ახლა რა ის რესურსი კიდე რაც მაქვს და დარჩენილი იმისთვის რომ კიდე ახალი ძალები ავიღო უნდა ჩავდო ამაში რა და ეგ კიდე სხვა სიამოვნების პროცესი არის რა ეგ კიდე სხვა რაღაცა არის შენ მაგის გარდა კიდე ვიდეოსაც იღებ ეგეც სხვა პროფესიაა ძალიან მაგრამ ახერხებ ამ ყველაფერს და კიდე ამასთან ერთად ახერხებ მეგობრობას ანუ ხარ კომუნიკაციას რაც არის რა ძალიან მაგარი ვიდეოც ესე ვისწავლე რომ რადიო თავისუფლებას დავიწყე მუშაობა იქ მივხვდი რომ კიდე რაღაც გვჭირდებოდა ვიდეოს კეთება და ხო ეხლა მოკლედ ეს ფოტოგრაფია ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მაგრამ თავარი არ არის ასე არ ვუყურებ რომ ფოტოგრაფიამ შეიძლება ფოტოგრაფიას გადაურჩენილა ძალიან ბევრჯერ აი ესე რომ ძალიან ქვემოთ ვიყავი ჩასული შინაგან მდგომარეობას გულისხმობ და როცა აი მისიქით რო არ შეიძლება და ფოტოგრაფიამ მიშველა მუსიკამ მიშველა და ვიდეო მიშველა აი რაღაცები არის რაც ამიტომ ესე რომ აი რაღაც უმთავრესი ხა მუსიკა უმთავრესი ფოტოგრაფია უმთავრესი ვიდეო არის მაგრამ ვიდეოს პროცესი კიდე ცალკე ძალიან აი ჟარგონი რა უხმარო ცალკე кайფი აქვს მაგას რა თან მე მიყვარს სტატიკური კადრები ან მიყვარს მოძრავი და ერთი პერიოდი კამერით რო დავდიოდი ხოლმე ის რაც უნდა გადამეღო ფოტო ვიღებდი ვიდეოს აი რასაც ხედავდი რომ ეს არის ფოტოკადრი არ ვიღებდი ფოტოს და ვიღებდი ვიდეოს აი გაჩერებულს 4 წამი თუნდაც 4-5 წამი ახლა არ ვამგზავნდი პატარ-პატარა კადრებს რა და მაგს კიდევაც Instagram-ზე ეგ სერია მე ცალკე ვიდეოების სერია ასევე ნაწილი ტელეფონით გადაღებული ეგ ძალიან მაგარი არის მე მომეცა მაგის შესაძლებლობა რომ რამდენიმე დოკუმენტურ ფილმზე ვიმუშავე და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იყო შენ თვითონ თუ მე ეგ კიდე ფოტოგრაფია ხო ეგეთია რომ მარტოსული ადამიანებს ეს არის გუნდური სამუშაო. ეხლა თუ რაღაც განსაკუთრებულ პროექტზე არ მუშაობ და თან პლუს სტუდიაში თუ არ მუშაობ და რა, თუმცა სტუდიაში მე მარტო მუშაობ. ხო, აი სხვა მხრივ აი მithmedes დოკუმენტური ქუჩის ფოტოგრაფია და ის არის მარტო ადამიანის პროცესი, შენ თავთან ხარ, შენ ფიქრებში ხარ და პლუს იღებ და მუშაობ და რაღაცა. ამიტომ და კინო ეგეთი არ არის, ახლა ვიდეოზე რომ მუშაობ იქ ჭირდა, ამიტომ ვისწავლე კიდე მონტაჟიც კარგად. ხმა მონტაჟი და ხმა, ხო. ეგ არის რომ ეხა ხმას შეიძლება ისე იდეალურად ვერ ვასწრო, ხმას კიდე ძალიან ბევრჯერ ძალიან ჩაღრმავებონდა ხმის ინჟინერიას და რეჟისურას. მაგას ვერ ვაკეთებ, მაგრამ ესეთი საბაზისო რომ ფილმი კონდეს ან რაღაც ნამუშევარი კონდეს, ეგეთ რაღაცები მივხვდი რომ ჭირდებოდა. მე მარტო მუშაობა მიყვარს, უფრო კომფორტულად ვიცნობ, თუ შეცდომა დაუშვი, ჩემ თავზე ვარ პასუხისმგებელი, თუ კარგი გამოვიდა, ჩემ თავს ვაქებ და ვადიდებ. ამიტომ არ მინდა რომ სხვაზე გადავტეხო ის შეცდომები მე რაც შეიძლება რომ მე დამემართოს. და მაინც გირჩევნია რომ ჩვენ თვითონ აკონტროლო ის თხრობას, გარემოც და კი მე მესმის ეს იმიტომ რომ მეც იგივე მოკლედ ფოტოგრაფობა მე მირჩევნია და მარტო მე თვითონ ვარ ჩემი თავის დამდგმელი რეჟისორი. კომფორტი არის, ეს ყველაზე დიდი კომფორტია რომ შენ თავთან იკეტები გულისხმობ აი რაღაცა ისა კიდე არის თემა მე თვითონ ძალიან მიყვარს გუნდში როცა ვმუშაობ, მაგრამ მე თვითონ რომ გუნდს ვამუშავებ, ეგ პროცესი არ მიყვარს მართალი რო გითხრა. მქონდა ერთხელ ვიყავ დირექტორი და მყავდა რამდენიმე თანამშრომელი და ესეთი სტრესი ჩემ ცხოვრებაში არ მქონია. არანაირი სურვილი არ მაქვს უფროსობის და კიდე რაღაცა ვიღაც ბრძანებები გავცე. ძალიან კლავს. აი ცალკე პროფესია მოკლედ ეგეც. ამიტომ მირჩევნია მარტო ჩემთვის წყაროჩი და წავედი გადავიკიდე კამერა, გადავიღე და ჩემი დამოკიდებულება, ან ჩემი თხრობა, ან ჩემი ამბავი გადმოვეცი და დღეს მართლა ძალიან ხოთა შორის ეს რედაქტირების თემები ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ ადრე როცა მუშაობდი სამსახურებში, მე ჩემი რედაქტორები მყავდა, რომლებიც ოდან არჩევდნენ ფოტოებს და ძალიან მაგარია, მიხვედი მასალა მიტანი დატოვე წავდი. და მე რომ მივიღე განათლება ცოტა ვისწავლე რაღაცები, მივხვდი რომ ეგრე არ არის ახლა და ის შენ თვითონ უნდა აკეთო და და მაგის გარდა შენ თვითონ ფოტოებს რომ გადაიღებ, შენ ხარ იმ ფოტოების ბოლომდე შენ თვითონა მიიყვანო ეგ საქმე და ხოთა შორის მე ეს არ უსწავლებია ჩემთვის ბევრი რაღაცები მეც აი ეს გაჭირებაში მე ჩემით რაღაცები ვისწავლე და
იმიტომ მგონია რაღაცა დროისთვის სწავლება დღეს აუცილებელი. სწავლება კი მე აღარ ვასწავლე. მე მენტორობას უწევ სტუდენტებს, აი. იმიტომ რომ არაფრის სწავლება ეხა ისეთი ინფორმაციები დევს ელექტრონულად, რომ უამრავი. ერთ-ერთი ვარიანტი არის, რაღაცა მიმართულებაში დაეხმარო ამათ, თორე მთელი პროცესი სწავლების არის ის, რომ ყველა ინდივიდი ვინც არის, ადამიანს აქვს თავისი ხედვა და შენ ის ხედვა უბრალოდ დაანახო მას, რომ აქვს. აი ამის მასტერინგს ვაკეთებ უფრო სტუდენტებთან, რომ თვითონაც ვერ ხვდებიან რა სწავლობენ, იმიტომ რომ უკვე იციან მათ. იმიტომ დღევანდელ თაობას ეს ხედვა ფოტოგრაფიული აქვს მათ და ტელეფონით ასე შემდეგ. უბრალოდ ძალიან ბევრი საშუალება როცა არის, ძალიან რთულია დაფოკუსდე რაღაც კონკრეტულზე და აი ამის რაღაცა სწავლებას ფიქრი უნდა ასწავლო, თორე დანარჩენად გეხორცები. იმდენ რამეც ვსწავლობ ახალგაზრდა კოლეგებისგან, აი ხა აქციებიდან დაწყებული, რა ვიცი, ძალიან ბევრი პატარა დამწყე ფოტოგრაფთან კომუნიკაცია ურთიერთობ. საერთოდ სხვანაირად ხედავენ სამყაროს ტექნიკას, მათთვის ესენი ვინც ციფრულ სამყაროში დაიბადნენ, ბევრად უფრო მარტივია ეს რა DNK-ს დონეზე აქვს, თითქოს ეს ციფრული თემები, ხა ჩემ შულსაც ვეუბნები ხოლმე, შულო რაღაცა გამისწორე თქო კომპიუტერში ან ტელეფონში, იმიტომ რომ მათთვის რაღაცა თქო უფრო ბუნებრივი პროცესია და ამიტომ უნდა მოვუსვინოთ ახალგაზრდებს, მე პირადად მაგას მართალი გიხდით სწავლება ძალიან არ მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან დიდ დრო მიაქვს და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ესეთ ასაკის ხალხთან მიწევს ურთიერთობა, როცა ბევრს გარდატეხის ასაკი აქვს და ძალიან რთული ფრთხილი უნდა იყოს ფსიქოლოგია, მთელი ამბებია და ცოტა არ გიждდები ხოლმე. ერთადერთი რატომაც ამას ვაკეთებ, არის ის, რომ მაინტერესებს ისინი როგორ ხედავენ სამყაროს. იმიტომ რომ იმათი დანახული სამყარო, მე მაძლევს ინფორმაციას. როგორი ფოტო დავდო ინსტაგრამზე. ინსტაგრამი გამოვიყენოთ რომ რაღაცა სხვა სოციალური. ანუ ამათი რაღაცად ვაკონტროლებ თითქოს, რომ იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობა მოწონს თუ არა მე რას ვიღებ. ვიდრე ჩემ თაობას. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისინი არიან ჩვენი მომავალი და აი უბრალოდ ხე ტრაფარეტურა და ჟღერს, მაგრამ მართლა მათი და რაღაცა ზეულხობ, რომ ჩავსასწავლე. რომ რაღაცა აბა მოწონთ თუ არა ჩემი ფოტო ნაიხანხეს თუ არა, იმიტომ რომ მინდა რაღაც მე სხვები ხო კანის და რაღაცებით იკეთებენ, ახალგაზრდობას იხანგრძლივებენ და პლასტიკური ოპერაციას. მე კიდე ფოტოგრაფიით ვცდილობ ახალგაზრდობა გავიგე, იმიტომ რომ მათი თვალით დანახული სამყარო ჩემთვის ძალიან ახლობლია, ძალიან ახალია, თანამედროვეა და რაღაცა ძალიან მომწონს. და ამის გარდა ზოგადად ქცევებიც ძალიან ბევრ რაღაცას რომ უყურებ აქციებზე მაგალითად როგორ არიან, თუ ქუჩაში როგორ იქცევიან, ან კლასში როგორ იქცევიან ჯგუფში, ერთმანეთის მიმართ. აი, მავიცი, მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ამის საშუალება, რომ ხალხთან მქონდეს ეს კომუნიკაცია და კაი, გადავუხვი, მაგრამ ტელეფონი აქვს ყველას და ბოლოს ამ ლექციასაც ვაკეთებ ხოლმე, აუცილებლად ტელეფონის ფოტოგრაფიით ვასწავლი, გულისხმობ, რომ ხელმისაწვდომობა და ამის გარდა რომ ცალკე დანახარჯიც არ ქონდეს, იმიტომ რომ ჯერ გაიგოს მოწონს თუ არა. მე მგონია, რომ პირველი ფოტოაპარატისთვისაც მშვენიერია ტელეფონი, მეორე ფოტოაპარატებისაც და ამის გარდა აი ფესტივალებზეც გაქვს მოგებული, კონკურსებზეც გაქვს გაგზავნილი და ეხლა ყველგან უმეტესე ყველა დიდ ფესტივალზე თუ ფოტო კონკურსზე ცალკე კატეგორია ხა მობილური ნესკალჩერიდან დაწყებული, რა ვიცი, ნებისმიერი ფოტო დიდი ფოტო კონკურსი რო ავიღოთ, ცალკე ფოტო კატეგორიებად არის ეგ ჟანრი მობილური ფოტოგრაფია, ხო როგორც ფოტო დოკუმენტალისტიკა, რეპორტაჟი, პორტრეტი თუ რაღაც უამრავი ჟანრები არსებობს, ცალკე არის მობილური ფოტოგრაფია, იმიტომ რომ ამას მაგას ვამბობ, რომ ყოველდღიური მოხმარების საგანში როცა ხდება უკვე ეს კამერის ჩამონტაჟება და სულ ამას ვერაული და ვერა მე მახსოვს რაღაც პერიოდში თავიდან რომ შევახსენე ჩვენ ამბობდი რომ თითქოს არასერიოზულად ეკიდებოდნენ ამ მობილურ ფოტოგრაფიას და ეგონათ რომ გადაივლიდა ეს ბუმი და რაღაცა და ეხლა რა ვიცი უამრავი ჟურნალის ყდაზე შეიძლება რომ პირიქით მობილურით გადაღებული ფოტო აღმოაჩინოთ და მთელი სერიები პრინციპში გადაღებული რაც ხდება ხო აი ეს მithumetes დოკუმენტურ ფოტოში და ქუჩის ფოტოგრაფიაში აი ყოველდღიური მოხმარების და ფეშენშიც რა ვიცი რა ხარ და კონფლიქტურ ფოტოგრაფიაში ურთულესია იმიტომ რომ ადრე ესე არ მუშაობდნენ და ეხლა ყველა შეუძლია გადაიღოს მომხდარი ტრაგედიიდან დაწყებული მოგზაურობა, ანუ ყველაფერი შეგიძლია და არ გჭირდება ამისთვის არაფრის განსაკუთრებული ცოდნა. ზუსტად, მე მახსოვს რომ რაღაც ამბავი იყო
სადღაც აეროპორტში რაღაც მოხდა. კი, ბელგიაში იყო და ქეთი ქარდავამ გადაიღო. ქეთიმაც, ხო, ახლა წარმოიდგინე. ეხლაც ჟურნალის ყდებზე იყო გონი ძალიან. კი, ხო, ანუ ხო ხტები რაღაც ანუ ეგ არის და უცბად შეიძლება რომ WordPress ფოტოს გამარჯვებული გახდეს ადამიანი, რომელიც საერთოდ არ არის ფოტო იმ მომენტში რა, ხო. მე მახსოვს კიდე ერთი, მეგონა რუსეთის მოქალაქე ელჩი თუ ვიღაცა თურქეთში მოკლეს რომ რაღაცა გამოფენაზე და ფოტოგრაფმა გადაიღო ეგ მკვლელობა. კი. კადრად ეხა ისეთი არ იყო, არ ჩვეულებრივი რეპორტაჟული იყო, მაგრამ მაგას ცალკე ჯილდო მიცეს იმის გამო რომ არ შეეშინდა და არ გამოიქცა და იქით გადაიღო. ცალკე მამაცობისთვის კიდე ცალკე ჯილდო. იმიტომ რომ მაგას ცალკე მამაცობა ჭირდება კიდე რომ გაძლო და იქ და კადრზე იფიქრო, რა ვიცი. მე მგონი მე არ ეგ არის კიდე ცოტა ეგეთი თავგანწირულობის მომენტები. არა, მე მგონი უკვე აღარ მქონდა, აი შედარებით 3-4-5 წლის წინ რო გეთქვა, ეგეთი თავგანწირული, იმიტომ რომ ეხლა რო ვუყურებ აი ძველი პროტესტების, თუნდაც აი 21 ივნისის ან რაღაცა ესე დარბევს რაღაცა ძალიან თავგანწირულად შესული ვარ ბოლომდე რომ გადამეღო კადრი და ახლა მაგას აღარ ვაკეთებ. იცი როგორ ძალიან დიდი ხანი არც ისე, მაგრამ ძალიან დიდი ხნის წინ იყო ესეთი თემა რომ აი თანგანწირვასთან დაკავშირებით სტრინგერები ძალიან ბევრი იღუპებოდა და აიკრძალა და მე რამცნობილმა სააგენტომ თქვა რომ მარტო ჩემი ფოტოგრაფების ფოტოებს მივიღებთ. იმიტომ რომ ის ხალხი უკვე მარტო იხოცებოდა, იმიტომ რომ ის აი თანგანწირვის თემა ძალიან მოდაში და პოპულარული იყო რაღაც პერიოდი და რაციებზე იყვნენ ფოტოგრაფები და გარბოდნენ უცხოეთში ვამბობ. და აქ აქვე უბანში ხო და შესაბამისად აიკრძალა და მე თქვეს რომ არა მხოლოდ ჩვენი ფოტოგრაფების ფოტოებს მივიღებთ და ჩვენ სტრინგერებს რომ არ ქონოდათ იმდენად ბევრი მასშტაბურად პრობლემები იყო მაგას დაკავშირებით. ამიტომ მაინც ყველამ თავს უნდა გავუფრთხილდეთ და ჩვენი ფოტოები უნდა დავიცვათ ჩვენი სიცოცხლით რა ეს. კი, მაგას არ აქვს მნიშვნელობა შენ სად მუშაობ მედიაში თუ სად მუშაობ. მაგალითად ჩვენ ერთ-ერთ ძალიან დიდ მედია ვორქშოპზე ვიყავით და პირველი რაც გითხრეს რომ გახსოვდეთ რომ რეპორტიორები ხართ, მაგრამ გახსოვდეთ რომ პირველი და მნიშვნელოვანია თქვენი უსაფრთხოება და სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი ერთი კადრიც კი არ არსებობს. არ არსებობს ეგეთი რაღაც, ანუ არ გაწიროთ, არ ჩააგდოთ თქვენი სიცოცხლე, თქვენი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არანაირი კადრის ფასად. ხო. და რა მეც მაგას ვეუბნები ყველას ვიღაც რჩევას რომ აძლევს, ეგ პირველი რჩევა ეგ არის, რომ არ გარის არ ქნა. ანუ რისკი შეიძლება იყოს, რისკი უხდება რაღაცებს და რაღაც, მაგრამ როცა ეგეთი რადიკალურის არ უნდა მოახდინო. კი, ზომიერად უნდა კადრსა და შენს ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის. კი და ასევე მარტო შენი თავის არა, ასევე იმ ადამიანებსაც უღებ. ანუ აი ამ თემაშიც გასათვალისწინებელია ხოლმე არის ხშირად ესეთი თემები, როცა შენ გადაღების დროს ხოს კი არ შეიძლება ესე დაუშაო ფიზიკურად, მაგრამ ბევრ რაღაცაზე ვფიქრობთ, ეხა ეთიკურ თემებზე, რამდენად შევდივართ ვიღაცის პირად სივრცეში. კაი, ეხა ჩვენ ჟურნალისტიკას დავუბრუნდით. კაი, ხო. მოსაწყენია. არა, ძალიან მაგარი ანუ ხო აი რაღაც უნდა ძალიან გიყვარდეს ამის კეთება. მაგრამ მე მინდა დავუბრუნდე მობილურ ფოტოგრაფიას და ვთქვა, რომ მობილური ფოტოგრაფია არის ფოტოგრაფია და აკეთეთ. არ ეგჭირდებათ იმისთვის, რომ მაინც და მაინც კამერა ქონდეს ძირადღირებული. ანუ ეგ არის მთავარი მობილური ფოტოგრაფიის სიკეთე, რომ არის მარტივი. თუ არ გაქვთ იმის შესაძლებლობა, სადმე სკოლაში, ვინმე ლექტორთან, სადმე კურსებზე იაროთ, არ გჭირდებათ. YouTube-ში და უამრავი ლექცია, უამრავი გააკვეთილი, სადაც უფრო კონკრეტულად და უფრო დააწუნებით მობილურ ფოტოგრაფიაზე გასწავლიან. აქ ჭირდებათ ISO-ს ცოდნა, დიაფრაგმის გახსნა, ყველაფერს ავტომატურად ეს კარგი აპარატი ყველაფერს აკეთებს, ხარისხიც კარგი აქვს. თუ დაბეჭდა მოგინდათ, შეგიძლიათ დაბეჭდოთ კარგი ხარისხით, უმაღლეს ხარისხზე ვერ დაბეჭდოთ სამწუხაროდ, ეხლა მაგის ფუფუნება არ უნდა გქონდეს და მოლოდინი და თუ კონკურსებზე გააგზავნეთ, ხო უფრო კარგი, იმიტომ რა იცით რა შეიძლება რა მოხდეს და ეს კონკურსებიც უმეტესობა ისე არის ხოლმე, რომ აი შეიძლება რომ დამწყებებისთვის, ახალგაზრდებისთვის ცალკე იყოს, ცალკე კატეგორია იყოს, 25 წლამდე ფოტოგრაფებისთვის ცალკე კატეგორია არის, უამრავი რაღაც არსებობს, სადაც შეიძლება რომ გააგზავნო. ერთადერთი რაც არის, რომ ამისი სურვილი უნდა გქონდეს, რომ გადაიღო. სულ მაგას ვეუბნები, მეც მაქვს ხოლმე შესაძლებლობა ხანდახან ლექციები ჩავატარო ხოლმე ერთჯერადად და რაღაცა და სულ მაგას ვამბობ, რომ
თუ გაქვთ სურვილი, გამოდით სახლიდან და დაიწყეთ თქვენი მეზობლების გადაღებით, ამბების, პორტრეტების, რა ვიცი, თქვენ ეზოს გადაუღეთ, სახლს გადაუღეთ, გარემო სადაც ცხოვრობ. გარემო სადაც თავარია რომ გადაიღო და ბევრი გადაიღო და მე უკვე რა ვიცი, ხო, მე უკვე დრო გიჩვენებს. მაგას პატარა კოლექცია. კი, აუცილებლად პატარა კოლექციას გავაკეთებ, ოღონდ უნდა უთხრათ თქვენ ტვისო, თქვენ ამას ახლა ინსტინქტურის დონეზე კი არ აკეთებ, არამედ ამას აკეთებ შენი სიამოვნებისთვის. ხო, უნდა სიამოვნებდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი. რაღაცა შენ თავისთავად დავალებას რო აძლევ, რაღაცნაირად ესეთი ფოკუსირდება დღეს ესეთ გადაღებაზე ვიყავ, ხატვარი გადავიღე და როგორც კი ფუნჯი აიღო, ეგრევე შეეცვალა სახე და მიქია ბედნიერებაა, რომ ეს რაღაცა შეგიძლია გარდაიქმნა და მე ვახსოვს აი ინსტაგრამმა კიდე 2017-18 არ მახსოვს რომ წელი იყო ეს ინსტაგრამზე პოსტავდით ხოლმე მაშინ უფრო აქტიურად და თან მაშინ მხოლოდ ტელეფონით გადაღებულებს და Apple-ის ქონდა ეგეთი სტრატეგია რომ თავის გვერდზე ეხაც რო შეხვიდე მაშინ უფრო სწორად სხვა ფოტოგრაფების ნამუშევრებს დებდა ხოლმე თვეში ერთხელ თუ ორჯერ რა ოღონდ iPhone-ით გადაღებული ყოფილიყო და ჰეშტეგი ქონდა shot on iPhone-ით გადაღებული მაგას ვაწერდი ხოლმე და უცბად მომდის მე მესიჯი რომ ის როგორ თქვენი ფოტოს გამოქვეყნება გვინდა და თქვა თანახმაო და თავიდან ვფიქრე რომ სპამი იყო და არ მივაქცია ყურადღება და 4 თვის მერე კიდე მომწეს ოღონდ სხვა ფოტოს ისე ფოტო არ გავუგზავნე პირველი ფოტო 4 თვის მერე ხდება დიჯიტალ სამყაროში ციფრულ სადაც დღეში იღებენ მილიარდობით ფოტოს და ამდენჯერ მოვიდეს ასე რომ ცხეთაში გადაღებული ცხენების ფოტო იყო ორი თეთრი ცხენი რა და ეგეც ხო და ეგეც ეხა რის თქმა მინდა კიდე რომ აი სოციალურ ამით იმას ვთქვათ ამით ნელ-ნელა დავასრულოთ იმიტომ ეგეთი პატარ-პატარა სიხარულები და პატარ-პატარა რაღაცები мотиваციას გძენს რომ ესე იგი რაღაცა კარგია ხო ხედავენ რა და ამის შესაძლებლობას ეს გაძლევს რომ ყოველგვარი კიდევ ერთხელ თუ იმის უნარი რესურსი და ძალა გაქვთ რომ ბოლომდე და კარგად ღრმად ისწავლოთ ფოტოგრაფია ამას რა ჯობია მაგრამ თუ უბრალოდ მოთხოვნილება გაქვთ სურვილი და თქვენ თავს ბლოკავთ იმის გამო რომ კამერა არ გაქვთ ეს დაუშვებელია ეს არ შეიძლება არ გაუკეთოთ თქვენ თავს აიღეთ ტელეფონი ნებისმიერი ტელეფონი რომელსაც კამერა აქვს რა ვიცი აი გასაშნელ Motorola-საც ხო ქონდა მაშინ ტერმინი კი ხო აი იქიდან მოყოლებული დღემდე ბოლო iPhone-დან დაწყებული ნებისმიერი იმიტომ რომ მიეცი თქვენ თავს ეგ სიამოვნება რა მაგიტო ვამბობ რომ როგორ შეიძლება რომ რაღაცებზე დაბლოკო თავი აი ხვალ რომ მოგინდეს ხვალ ვფიქრობ რომ კულინარიაში წასვლა რომ მოგინდეს და დესერტების კეთება ხო აი ჩემ თავი რატო უნდა დავიბლოკო ამას გამო რომ ხო თუ ამასიც ჩავდებ იმ რესურსს რაც მინდა ძალიან დიდი მადლობა აი ხო ძალიან ხოთა შორის აი ეს მაგ BlackBerry-ით გადაღებული ამერიკაში ეს ნიუ-იორკია თუ არა ხო ნიუ-იორკია ჩვენ ვიყავით ტელეფონით BlackBerry რო იყო ტელეფონი